სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში შემეცნებითი ლექციების ციკლი გამორჩეული გორელები დიმიტრი ამილახვარი იწყება. მუზეუმის ხელმძღვანელის ინფორმაციით ღონისძიებაში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ. პირველი ლექცია ხვალ 19 მარტს ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში იგეგმება დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც. ხვალ 19 მარტს სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში შედგება პრეზენტაცია თემაზე გამორჩეული გორელები და კონკრეტულად ხვალინდელი დღე მიეძღვნება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოღვაწეს, რომელიც გორიდან გახლდათ და რომელმაც საერთაშორისო აღიარება პოვა და საფრანგეთის ეროვნული გმირი გახდა. ეს გახლავთ დიმიტრი ამილახვარი. ეს პროექტი და პრეზენტაცია მომზადებული არის ძირითადად მოსწავლე ახალგაზრდობისათვის, იმიტომ რომ ჩვენმა ქალაქმა, ჩვენს ქვეყანას მისცა ძალიან ბევრი საზოგადო მოღვაწე, რომელთა სახელები შეიძლება უფროსმა თაობა მიცის, მაგრამ ახალგაზრდებისათვის ნაკლებად ცნობილი გახლავთ. შესაბამისად, ჩვენ მიზნად დავისახეთ ის გალერეა, რომელიც ჩვენს მუზეუმში პირველ სართულზე არის მოწყობილი და მას გამოჩენილ გორელთა გალერეა ეწოდება, გავაცნოთ პერიოდულად მოსწავლე ახალგაზრდებს, ისინი მოვიწვიოთ, გამართოთ საუბრები, დისკუსია, პრეზენტაცია, ფილმის ჩვენება მათ შესახებ, რათა მათ იცოდნენ რეალურად ვისი გორისანი არიან და ვინ იყვნენ ის გამოჩენილი გორელები, რომლებმაც ჩვენი უძველესი ქალაქის სახე საერთაშორისო სარბიელზე გაიტანეს. პრეზენტაცია, ხვალ გასამართი პრეზენტაცია მომზადებული გახლავთ მუზეუმის ხელნაწერთა ფონდის კურატორის ეკა ილარიშვილის მიერ და ზოგადად დიმიტრი ამილახვარზე შესაძლებელია ცნობილია ბევრი რამ, მასზე ფილმიც არის დოკუმენტური გადაღებული, მაგრამ ქალბატონმა ეკა მოიძია ისეთი დოკუმენტები ჩვენს ფონდში, სახელმწიფო არქივში, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო. შესაბამისად, ძალზედ მნიშვნელოვან პროექტზე ვეპატიჟებით მოსწავლეებს და დარწმუნებული ვარ, სკოლებიდან იქნება დიდი აქტივობა.